Avlani. მისივე თქმული ჩვენი წმინდა მამა დოროთეს მიერ. მამა დოროთემ თქვა, შეუძლებელია ვინც საკუთარ ნებასა და გულისხმას მისდევს, მორჩილება შეიძინოს ან მისწვდეს და ესი გახდეს ღვთის ნების ქმისა, რადგან მორჩილების გარეშე შეუძლებელია საქმე სრულყოფილი და უშეცდომო იყოს. კიდევ თქვა, ძმებო, არ უნდა დავუჯეროთ ჩვენს აზრებს და ჩვენს გაზრახებს და ნებას არ უნდა შევუდგეთ, რადგან ნებებით შეპყრობილნი ვართ. მრუდია ჩვენი საქმეები და სიკეთილსაც მრუდედ ვაკეთებთ. კიდევ თქვა, ვინც არ უგულებელყოფს ხორციელ შვებასა და საკუთარი ნების აღსრულებას, იგი ვერ გახდება ღირსი სულის ცხონებისა. კიდევ თქვა, ნუ ითხოვ მოყვასისგან სიყვარულსა და პატივისცემას, რადგან ეს შენ სულს არ ასარგებს. პირიქით ვნებს, შენ გიყვარდეს და შენ ეცი პატივი მოყვას, რადგან ვინც მოყვასისგან ითხოვს სიყვარულსა და პატივისცემას, იგი მუდმივად შფოთშია. თავად შენაჩვენ, რათა ამრიგად მასაც გქონდეს სიყვარული. კიდევ თქვა, ვინც საღვთო საქმეს აკეთებს, მას ყოველი მხრიდან ექნება განსაცდელი, რადგან ყოველ კეთილ საქმეს ან წინ უძღვის, ან უკან მოჰყვება განსაცდელი. ვერც ერთი კეთილი საქმე ვერ იქნება მყარი, თუ განსაცდელით არ გამოიცადა. კიდევ თქვა, როცა მოყვასის სიტყვას უყურადღებოდ არ ტოვებ, ეს არის თავმდაბლობა. უნდა შევიწყნაროთ მოყვასის სიტყვა, თუნდაც უმნიშვნელო იყოს. კიდევ თქვა, თუ რამე საქმე გამოვიჩნდა და იგი მოძღვრის ნებითა, თუნდაც მეტად არასწორად მიმაჩნდეს, მირჩევნია გავაკეთო, ვიდრე ჩემს განზრახვას მივედო და გავაკეთო ჩემი ნებით ის, რაც კარგი მგონია. კიდევ თქვა, ძმებო, კარგია ჩვენთვის ჩვენი ნების აღსრულებას გავირბოდეთ, რადგან იგია ზღუდე ჩვენსა და ღმერთს შორის. კიდევ თქვა, ყოველ საქმეში სულიერი იქნება თუ ხორციელი, არ ვესწრაფოდი ჩემი ნების აღსრულებას, არამედ თავს ჩემი მამის ნებას ვანდობ. კიდევ თქვა, იცოდეთ ძმებო, ვინც საკუთარ ნებას კი არ მისდევს, არამედ თავისი მოძღვრისას, იგი ნიადაგ ღვთის ნებას ასრულებს. კიდევ თქვა, ვინც თავის ნებას არ ასრულებს, ის ნიადაგ თავის ნებას ასრულებს, რადგან არ მისდევს რა თავის ნებას, ყველაფრის მოსურნია, რაც უნდა მოხდეს და ყველაფრის დროს დამშვიდებულია, ვინაიდან იმის გაკეთება კი არ სურს, რაც მას სწადია, არამედ იმისა, რაც მოსახდენია. კიდევ თქვა, თუ ვინმე ნახავს, რომ მოყვასი შეურაცხყოფს მას ან სხვა რამ ბოროტებას უკეთებს, საკუთარი თავის გამომხილება არც იმჟამად მართებს და არც სხვა დროს. კიდევ თქვა, საღვთო სიყვარული ბუნებრივ სიყვარულზე მეტია. კიდევ თქვა, ძმებო, ნუ აკეთებთ ბოროტებას სიცილითა და ხუმრობით, რადგან ხშირად კაცი სილაღით სჩადის ბოროტებას, საბოლოოდ დაეჩვევა ხოლმე და თუნდაც აღარ უნდოდეს მისი კეთება და თავის დანებება მოისურვოს, ვეღარ შეძლებს, რადგან ჩვეულება დაქვს.